ცნობიერების ამაღლება ენერგოსექტორში ქალის როლის სფეროს განვითარებაში და საამაყო შედეგი, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა დააგროვა სამაგალითო გამოცდილებით, ეს თავმად შეიძლება ითქვას. იზაბელა გოცაძე, აჭარისწყალი ჯორჯია, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნარატივით შუახევი ჰესის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი. ძალიან დიდი მადლობა იზა მობრძანებისთვის, ქალების ნარატივში გაერთიანებისთვის და ძალიან დიდი მადლობა იმ აქტივობისთვის, რომელსაც ენერგეტიკაში დებეს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქალების ნარატივით არაერთ ქსის გავამახვილეთ ყურადღებას სწორედ ქალების როლზე ენერგეტიკაში და ეს არის სამაგალითო და რა თქმა უნდა გადამდები სხვა ქალებისთვის და ახლა მოვყვებით რატომ არის დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მოვყვეთ რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკაში სწორედ ქალი. დავიწყოთ პირველადი პროფესიული არჩევანით, რომელიც თქვენ გააკეთეთ და როგორ მოხვდით ენერგეტიკაში, სფერო, რომელიც დღეს ძალიან გიყვართ. კი, ასეა. ბაკალავრი მაქვს ჟურნალისტიკაში და შეიძლება და რომ მე ყოფილიყავი თქვენს ადგილზე და თქვენ ჩემს ადგილას დღეს. რომ ყოფილიყავი სხვა თემებზე გვესაუბრა, მაგალითად თეატრზე. ძალიან საინტერესო იქნებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. რა ტიპის გადაცემას წაიყვანდით? ალბათ წავიყვანდი ეკონომიკაზე ან ენერგეტიკაზე. ენერგეტიკაზე მაინც, ხო? მაინც ენერგეტიკაზე. როგორ მოხვდით ენერგეტიკაში? 2015 წელს, როცა შუახევი ჰესი მშენებლობის საწყის ეტაპზე იყო, მაშინ გამოცხადდა სწორედ ჩემს პოზიციაზე ვაკანსია და გადავწყვიტე რომ მიმეღო მონაწილეობა ამ კონკურსში, რადგან ყველაზე დიდი ინვესტორი შემოვიდა სექტორში, ამ დიდი ინვესტორის შემოსვლასთან მოყვებოდა ძალიან მაღალი სტანდარტი და ჩემთვის ბუნებრივია ორ დიდ ინვესტორთან მუშაობა, როგორც იყო Clean Energy და Clean Energy Invest და Tata Power იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ასევე თქვენ იცით, რომ შუახევი ჰესი დაფინანსებულია უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტების მიერ, რაც ეს ყველაფერი ერთად ესეთი მფლობელები და ესეთი ლენდერები ნიშნავს მიდიხარ პროექტში, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი და ესეც აღმოჩნდა. მე მიმიღეს თავის გუნდში, ასე ვიტყოდი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს მიერ გადადგმული პრინციპში ნაბიჯების ჩამონათვალში, რომელიც ძალიან სუყია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზი გიყვართ თქვენი საქმე და ეს გადამდებია და გუნდის წევრებისთვისაც გადამდებია. დარწმუნებული ვარ, ჯერ ძალიან სასიამოვნოა თქვენთან კომუნიკაცია ეთერს გარეთაც, ეთერშიც და დარწმუნებული ვარ სამსახურშიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სწორედ ასეთი სასიამოვნო გარემო იქნება სამუშაო ლოკაციაზე და შემდეგ რა თქმა უნდა შედეგიანი რაც ყველაზე ღირსშესანიშნავია დღეს. წლევანდელი წელი კომპანიისთვის განსაკუთრებულია, შეჯამება უნდა მოვახდინოთ 2022 წლის დასასრულს და 2023 წლის დაწყისში ცხადია, იმიტომ რომ აქაც დარწმუნებული ვარ ძალიან სუყე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგავთ. შუახევი ჰესმა საპროგნოზო მაჩვენებელს ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გადააჭარბა. როგორი იყო თქვენი პროგნოზები და ამ გადმოსახედიდან რა მაჩვენებლით დაასრულებს კომპანია წელს? უკვე უნდა შევაჯამოთ დაასრულა თითქმის პრინციპში. ასეა, წლევანდელი წელი ჩვენ 2020 წელს შევედით ოპერირებაში და ყოველდღიურად, აი თქვენს ოჯახის რო ჩამთვალს რთავდა ელექტროენერგია მოდის, იქ შუახევი ჰესის წვლილიც არის მათ შორის. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული იმით, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი იყო დაახლოებით 400 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის გამომუშავება და ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლოსთვის 430-მდე წავალთ, რომელიც იქნება საპროგნოზო მაჩვენებელზე უკვე ბევრად მეტი. და ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ბევრმა ფაქტორმა შევუწყო ხელი, მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვნად დამსახურება იმ არაჩვეულებრივი გუნდის, რომელიც ჩვენს პროექტში მუშაობს და მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებით იმ ქართველი ინჟინრების, რა თქმა უნდა, უცხოელებთან ერთად, უბრალოდ ქართველი ინჟინრების როლი დიდია და რაოდენობაც დიდია ჩვენს პროექტში და სხვათა შორის ეს იყო ერთ-ერთი პირობა, როცა ჩვენ შუახევი ჰესის პროექტს ვაშენებდით, რომ აქ იმუშავებდნენ ქართველი ინჟინრები. მაშინ საზოგადოების ნაწილი ცოტა სკეპტიკურად უყურებდა ამას, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახეთ შედეგი და შედეგი ნამდვილად შედეგი არის ის, რომ დღეს ნამდვილად საწყისშივე დააპროგნოზა და ძალიან მნიშვნელოვანია კითხვა, რომელიც ახლა უნდა დავუსვა, ქალები თუ გააქტიურდნენ ამ ბოლო ხანებში ინჟინერიის კუთხით თუნდაც ენერგეტიკაში, ვიცი რომ ნაკლებობა ენერგეტიკაში ქალების, თუმცა ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებით არაჩვეულებრივ ქალბატონებს, რომლებიც სწორედ ენერგეტიკაში ძალიან დიდ წვლილს დებენ და თქვენი მეგობრები არიან და თქვენი პარტნიორები, მათ შორის ძალიან ბევრი ჩვენ ეთერს გარეთ ვისაუბრეთ და ძალიან მახარებს დღეს თქვენი ქალების ნარატივში გაერთიანება ისიც და ის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც აქამდე დააგროვეთ და კიდევ დააგროვებთ უამრავს, რა თქმა უნდა, მომავალში.
რა არის ის წამახალისებელი ფაქტორი დღეს ქალებისთვის ენერგეტიკაში და არის თუ არა მაინც სხვაობა, რამდენიმე წლის მიმოხილვა რომ გავაკეთოთ, გააქტიურდნენ თუ არა მეტად ქალები ენერგეტიკაში? მე ვფიქრობ, რომ ამაში თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა ამდენ წარმატებულ ქალს აჩვენებთ ენერგეტიკიდან, სხვა ადამიანებისთვისაც ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად გადამდებია და მოტივაციარი მათთვისაც, რომ ამ სფეროში იყვნენ თქვა აქტიურად ჩართულები. თამაც როდესაც ასე გასაგებ ენაზე გვეუბნებიან, რამდენად საინტერესო სფეროა, ხომ ასე? ასეა, ნამდვილად ძალიან საინტერესოა სფერო, მე ვერ ვიტყოდი, რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვიტყოდი, რომ მზარდია. ანუ საწყის ეტაპზე კიდევ უფრო ნაკლები იყო, სამწუხაროდ დღეს ჩვენ ქართველი ინჟინერი ქალები არ ვყავს მაგალითად შუახევში. საერთოდ არ ყავს, თუმცა როდესაც ჩვენ სტაჟირების ეტაპი ქონდა ჯერ კიდევ სანამ შუახევი ჰესი ოპერირებაში შედიოდა, იქ იყო ერთი არაჩვეულებრივი გოგონა, რომელიც მე იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან მაინც თქვა და ამ სფეროს მაინც დაუბრუნდება, იმიტომ რომ მაშინ ძალიან აქტიურად იყო ამ საკითხებში ჩართული. თუმცა აი შუახევი ჰესის მაგალითზე რომ ვთქვათ, მენეჯმენტის ვიტყოდეთ თითქმის 60% არიან ქალები, ისინი არ არიან ტექნიკურ მიმართულებით წარმოდგენილი სამწუხაროდ, თუმცა კომუნიკაცია, HR, კომერციული მიმართულება, სოციალური გარემო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი თემები იცით, რომ ჰესებისთვის ეს სფეროები ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არიან ჩვენთან ქალები წარმოდგენილი, რაც ძალიან გვახარებს. თუმცა იმედი მაქვს და ანუ ჩვენი კომპანიის სტრატეგიაც არის, რომ მეტი ქალი იყოს თქვა ტექნიკურ პოზიციაზე წარმოდგენილი და იმედი გვაქვს, რომ ეს ინტერესი გაჩნდება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვა ჩვენ თანაბარ გარემოში არ ჩავაყენებთ ქალებს და მამაკაცებს. არა, ეს არასდროს არ მოხდება, ისინი იქნებიან ჩვეულებრივად კონკურენტულ გარემოში. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ მათაც შევთავაზოთ. რა თქმა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობიერების ამაღლება ერთი კუთხით განვიხილეთ, საინტერესოა ახლა ჰესების მნიშვნელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე ვისაუბროთ, ის იმიტომ რომ ძალიან კარგი აქტივობები გაქვთ ჩატარებული სწორედ ამ კუთხით. პირადი კომუნიკაციებით, პირადი ურთიერთობით, სწორედ აღნიშნე, გასაგებ ენაზე, სწორედ გავრცელების ინფორმაციის ბევრი მაგალითი გვაქვს თქვენი კომპანიის ხარჯზე, რომელიც დადებითად შემოbrunდა და შედეგად დღეს უკვე ძალიან ბევრ რეგიონს ამარაგებს სწორედ შუახევი ჰესი ელექტროენერგიით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. აი, რა უნდა გააკეთდეს მეტი ცნობიერების ამაღლებისთვის თქვენი სუყე გამოცდილების ფონზე და როგორ მოქმედებს და როგორ მუშაობს სწორედ გასაგებ ენაზე საუბარი მომხმარებელთან და რა თქმა უნდა მოსახლეობასთან ზოგადად რომ ავიღოთ მაჩვენებელი. აი, ამ შედარების კუთხით, რომელიც უკვე გამოცადეთ თქვენ. მე ვფიქრობ და ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი იწყება ნდობით. ნდობის მოპოვებით. ანუ ჩვენ თუ შევძელით და ჩვენ ამ შემთხვევაში ეს შევძელით, ჩვენს მაგალითზე, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვიწყებთ საუბარს ეს ადგილობრივი მოსახლეობა თუ სხვა დაინტერესებული მხარეები, ჩვენ პირველ რიგში მოვიპოვოთ მისი ნდობა. ანუ ნდობის მოპოვება რას ეფუძნება? ხო, ჩვენს მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას. მე რომ გეუბნები, რომ ესე გავაკეთებ, ანუ ჩემს მიერ შესრულებული დაპირებები შენ გაძლევს საფუძველს, რომ ან მინდო ან არა. ჩვენ თავიდანვე მაგალითად ვეუბნეოდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ჩვენ არა მარტო გამოვიმუშავებთ ელექტროენერგიას პირობითად, არა მარტო დავასაქმებთ არაერთ ადგილობრივს ჰესის მშენებლობის პროცესში და 1000-ზე მეტი ადგილობრივი ყავდა ხო ამ პროცესში დასაქმებული. არა, ჩვენ როცა უკვე შევალთ ამ მხოლოდ ეხლა არ გავაკეთებთ ჩვენ სოციალურ პროექტებს. ჩვენ უკვე როცა შევალთ ოპერირების ეტაპზე, ჩვენ მაშინაც ვიქნებით თქვენი საიმედო მეზობლები. და დღეს უკვე 3 წელია უკვე შუახევი ჰესი ოპერირებაშია და ფაქტია, რომ ჩვენი სოციალური გუნდი არაჩვეულებრივი ნინო დიასამიძის ხელმძღვანელობით კვლავ აგრძელებს ჩვეულებრივად აქტივობებს, სოციალურ პროექტებს, ჩვენ სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს, ეს განათლება, მცირე ბიზნესის დაფინანსება, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები და როგორც ვეუბნეოდით ამას და ვაკეთებდით ჩვენ მშენებლობის ეტაპზე, ეს პროცესი ჩვენ წამით არ შეგვიწყვეტია. გარდა ამისა, მაშინაც მუდმივად ვიყავით ღია, ანუ რაც იყო იმას ვამბობდით. ღია მუდმივად, აი ყველასთვის, ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომ მზად ვიყავით ეს ინფორმაცია გაგვეცა და ესეა დღესაც უკვე. დღეს უკვე ბევრი მეგობარი შეიძლება. უკვე ბევრი მეგობარი შევიძინეთ, დიახ. მათი ნდობაც მოვიპოვეთ, უკვე დაგვიჯერეს, გვენდნენ, იმიტომ რომ ანუ ჩვენი მთელი არსებობის მანძილზე, რაც თქვა შუახევი ჰესი არსებობს. ნამდვილად წინ იდგმება და ხო. და კიდევ ეს მინდო და მე თქვა რომ ანუ შუახევი ჰესი, ანუ მხოლოდ ენერგოპროექტი არ არის ჩემთვის. ანუ შუახევი ჰესმა დადო ძალიან მნიშვნელოვანი აგური ამ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის. და მე მიხარია, რომ აი ამ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან პროცესში სულ პატარა, მაგრამ ჩვენი გუნდის, მათ შორის ჩემი როლიც არის.
ნამდვილად ძალიან დიდი წვლილი და როლი, რომელიც ნამდვილად საამაყოა, გადამდებია და ძალიან დიდი მადლობა, სწორედ ამიტომ გადაგიხადეთ თქვენ საუბრის საწყისში, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით. მე მინდა სწორედ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი შუახევი ჰესის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები მინდა ჩავშალოთ. აი, რამდენად მნიშვნელოვანია ესეც ერთ-ერთი ცნობიერების ამაღლების კუთხით საკითხია, რომელზეც არაერთ გზის ვსაუბრობთ BMG-ზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ჰესების არსებობა ქვეყნისთვის? პირველი და ყველაზე მთავარი, ანუ ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომელსაც არა მარტო შუახევი ჰესი, ის დიდი პროექტები, რომლებიც დაგეგმილია, რომ ჩვენ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს, მათი განხორციელების შემდეგ მივახცევთ. ეს არ არის მხოლოდ ჰესების თემა, რა თქმა უნდა განვავითაროთ მზე, ქარი, ყველა განახლებადი ენერგია და სისტემა უნდა იყოს ინტეგრირებული. ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ფაქტორი, არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოება, ანუ როცა ჩვენ ვაშენებთ დიდ ენერგეტიკულ პროექტს, ამას მოყვება დიდი ინვესტიცია, ხო, რომელიც იდება ქვეყნის ეკონომიკაში. უფრო რომ გადავთარგმნოთ კიდე უფრო მეტად მარტივ ენაზე. ანუ ეს ნიშნავს ბევრი ადამიანის დასაქმებას, ხო? ბევრ ოჯახში შესულ ფინანსურ შემოსავალს, ხო? რაც მათი ცხოვრების დონეს მნიშვნელოვნად ამაღლებს. ანუ ჩვენ ადამიანებს ძალიან კარგად უნდა ავუხსნათ, რომ თავისი როლი უნდა დაინახონ როგორც პირადი სარგებელი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე თავისი როლი უნდა დაინახონ ქვეყნის ჭრილში, რომ ისინი არიან პროექტის ნაწილები, როდესაც პირობითად უკვე დასაქმდებიან ამ პროექტში, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ოჯახის წინაშე აღებულ ვალდებულებას ასრულებენ და მეორე, ქვეყნის წინაშე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თავისი ყოველდღიური საქმიანობით. თქვენი კომპანია სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა ძალიან. და ეს გეტყობათ თითოეულ წინადადებაშიც, როდესაც სარგებელზე საუბრობთ და ადამიანებთან კომუნიკაციაზე საუბრობთ და ის სიკეთე და სიყვარულით შექმნილი საქმე ცხადია გადამდებია და ეს ნამდვილად აი ახლა საუბრაშიც ჩანს. რა არის თქვენთვის სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიისთვის და ყველაზე საინტერესო პროექტი თქვენთვის, რომელს გამოარჩევთ ამ მიმართულებით? ჩემთვის მაინც ყველაზე მეტად საყვარელი პროექტია გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის დაფინანსება, რომელიც განვახორციელეთ არასამთავრობო სექტორთან ერთად, Mercy Corps-თან ერთად და ასევე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა. ანუ ერთობლივად დავაფინანსეთ ეს პროექტი და ის სულ მინდა ხოლმე, რომ გაიცანით აჭარა, წადით ალპურ ბოტანიკურ ბაღში და მაშინ სიამაყით ვიმსვები, რომ იქ ჩვენი წვლილიც არის, რომ ის ბაღი რა დღეს არაერთ ტურიზმს პინძლობს. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მას პინძლობს. ხო, აღფრთოვანებს, ესე ვიტყოდი, ჩვენი მნიშვნელოვანი როლიც არის. სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მინდა ვთქვა, რომ უკვე ასობით არის ამის რიცხვი და კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ, რომ აი ეს ყველა პროექტი, ყველა სოციალური პროექტი, ყველა ის მიმართულება, რომელსაც ვაკეთებთ მშენებლობის ეტაპზე, კეთდება დღესაც. როცა ჩვენ გამოვიმუშავებთ უკვე ელექტროენერგიას. ჩვეულებრივად გრძელდება ეს სოციალური პროექტები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისედაც დიდი სარგებელი მოგვაქვს ქვეყნისთვის, აი მაგალითისთვის, ჩვენს მიერ ქონების გადასახადის სახით გადახდილი თანხა უკვე 50 მილიონს აჭარბებს, რომელიც რა თქმა უნდა რეგიონის განვითარებისკენ არის მიმართული. ხადია. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების ერთობლიობა იზის პროფესიულ მიმართულებებში და ძალიან საინტერესო შედეგი, რომელიც მინდა რომ არაერთგზის განვიხილო ქალების ნარატივის არეალში, ამიტომ იზი, მინდა გკითხოთ სამომავლო გეგმები. რას უკავშირდება? კვლავ ენერგეტიკას დარწმუნებული ვარ. თუმცა აი პირადი სურვილები, რომელიც საშობაოდ და საახალწლოდ უნდა ჩავიფიქროთ, ცხადია და დაგვიტოვოთ სამომავლოდ განსახილველად, იმიტომ რომ იმდანაც ასიამოვნოა თქვენთან კომუნიკაცია ეთერშიც და ეთერს გარეთაც, რომ ეთერშიც ხშირად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და ის გამარჯვებები ერთად განვიხილოთ, რომელიც ნამდვილად დადებითად და სამოტივაციოდ შთაგონებისთვის მოქმედებს ჩვენზე. რა არის მთავარი სამომავლო გეგმა, რომელსაც განახორციელებთ 2023 წელს? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, დავრჩები აუცილებლად ენერგეტიკის სექტორში და ყველაზე მეტად მინდა, რომ ჩვენთვის, რატომ მიყვარს ჩემი კომპანია, იმიტომ რომ ადამიანია მისთვის მთავარი პრიორიტეტი, შიგნითაც და გარე კომუნიკაციის პროცესშიც. და რა ვიცი, მინდა, რომ მე ჩემი საქმით ყველაფერს გავაკეთებ, რომ ადამიანები იყვნენ ბედნიერები. ანუ მე მჯერა, რომ თუ საკმარის ძალისხმევას ჩადებან ყველაფერში, შენ შეძლებ, რომ შენი წვლილი შეიტანო თუნდაც დილის გამარჯვებით, არ ვიცი. ადამიანების მცირედ ბედნიერებაში. რა ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ მომავალ წელსაც, რომ ჩემს ირგვლივ ადამიანებს მიცემ ბევრი სიხარული, ბევრი ენერგია
და მცირე როლი შევასრულო მათი. ამას ქვია იზი საოცრებათა ქვეყნიდან. ბერის მიმართულება, რომელსაც ძალიან უხარია ბედნიერი ადამიანები, ამისთვის თავდაუზოგავად შრომობს, ყოველთვის არის დადებით განწყობაზე, მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრი წინაღობისა, რომელიც საქმეში გიწევთ, რომ გადალახოთ და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, ყოფით ცხოვრებაშიც, ეს თითოეული ადამიანის გასავლელი გზაა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, დადებითი განწყობით ინარჩუნებს სწორედ იმ არაჩვეულებრივ გუნდს, იმ არაჩვეულებრივ მუხტს, რომელიც წარმატებამდე აუცილებლად მიგვიყვანს და ძალიან ბევრი შედეგიც გვაქვს უკვე დათვლილი, რომელიც გვიამაყება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. იზა, ძალიან დიდი მადლობა სწორედ ქალებს ნარატივში გაერთიანებისთვის და აი ამ არაჩვეულებრივი შედეგების ტირაჟირებისთვის და გელოდებით არა ერთ გზის კიდევ. იზის სხვა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესისთვისაც იცლის და ეს ვიზუალზე ნამდვილად აისახება. ესეც სამოტივაციო ხაზია ჯანსაღი ცხოვრების წესზე. დღეს ქალების ნარატივში გავამახვილეთ ყურადღება. იზა გოცაძე შუახევი ჰესის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი სტუმრობდა გადაცემას ქალების ნარატივი, რომელსაც როგორც უკვე აღნიშნეთ, არა ერთ გზის ველოდებით ქალების ნარატივში სხვადასხვა გამარჯვებით.